Valgizele puli shulnash jetия ხუჩიდან. ბარო მე თვითმფრინავი ვიყიდოთ ხალხო. მოკლედ ეხლა მე ახლა უკაცროდ ბატონი პილოტო. არა შერჩიეთ. აი ვარჩევთ ეხლა რა, მოკლედ თვითმფრინავების საყელად მოვედით აეროპორტში. ერთი ეს ვარიანტი გვაქვს, რომელიც გჭირდება უეჭველზე უეჭველი. და გამოიცანეთ რისთვის? ბიჭო ჩუმოთ ეხლა ამ კაცთან. ვიცი მე თქვენაერი აქ 15 მოდის ყოველ დღე. იცის ესე იგი ამ კაცმა რისთვის გვინდა ეს პატარა თვითმფრინავები. ერთი არის ესეთი ვარიანტი ორკაციანი, ოღონ ესენი ჩვენთვის არ გინდა, ესენი გვინდა ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მალე ბლეკ მამბელები იქნებიან. და ესეთები, ნუ ჩვენთვის რა, ეს არის თუ არ ვცდები 4 კაციანი, არა 5 კაციანი და ის არის 4 ხო? კი, ძმაო, 5 კაციანი ჩვენთვის ხო? ხო, ეს ეხლა ჩვენთვის თვითონ რო ჩავждეთ და ჩავიდეთ, რას ქაის უნდა ჩავაკეთოთ კონსოლზე, სიჯი უნდა ვანახო, ბოლო-ბოლო ნახო რა შუბა იქ მარტოობაში. ეს 4 კაციანიც დაგვჭირდება და მოდი ჩვენ რა ვქნათ, იცი? ბიჭო შეკვეთა მივცეთ ეხლა ამას. ეს 4 კაციანები და 5 კაციანები არ გვინდა. აი 2 კაციანები რა ეგერ ის ერთი ცალი, კუკურუზნიკები. და ერთი სამი ის და ერთი ორი ესეთი წყლის, ოკეი? წყლის რისთვის გინდა? ბიჭო, იქ რო იარაღის დამზადებას დავიწყებთ, ეხლა წარმოიდგინე რა. იქიდან ქალაქში იარაღს ვერ ჩამოვიტან. თვითმფრინავის დაჯდომა ცოტა საეჭვოა, ეხლა ქალაქში აეროპორტში შეგვამოწმე, სად შეიძლება დავსვათ რა? შეიძლება ის ადგილას მომენტ ვერ და არა, კი დაждდება თვითმფრინავი, ქალაქში კი არა, თაში დაждდება ეს პატარა თვითმფრინავი, მაგრამ შეიძლება ბიჭო რაღაც ისეთი ადგილი იყოს და ზღვაში ჩავსვათ და იქ სხვა ვინც უნდა იყიდოს ეხლა მაგალითად კლიენტი კატერი დაგვხდება რა. ბიჭო, რა ჭკვიანი ხარ ჩემი? ოკეი. ასე ხარ რა გამოსგეთ. მოკლედ მეგობარო, ორი ცალი ესეთი მინდა წყალზე რომელიც ჯდება. კი ბატონო. და ორი ცალი ესეთი რა, ჯერჯერობით ეგრე იყოს. გასაგებია, მოკლედ მაგას ხვალ ჩაგამარეთ, მაუ და თითო მოკლედ ეს ხა წყალზე რომელიც ჯდება 500,000 ღირს თითო. და ისინი 420-ში გაგიკეთებ რა. კაი ძმაო, მაშინ ხვალ შენეგინი აქ დამახვედრე. და ხვალ გადავიხდი რა. წინასწარ ვერაზმაო. ბიჭო, წინასწარ მაშინ მოდი მილიონს გადავიხდი ამ ორის პლუს და იმ ორის პლუს მე გადავიხდი რა. კაი ძმაო. და ესეც ესე $1,000,000 მინუს ჩვენს აგარისზე და ხო 5 კაციანი ის მინდოდა კიდე პატარა ჯეტი. მაგასაც მაუ მილიონში მოგცემ რა. ისე 1,250,000 კიღებს, მაგრამ რადგანაც ამდენ ყიდულს მილიონში გაგატან. ერთი წავიყვანოთ მილიონად. ბიჭო, წავიყვანოთ რა. კაი, მაგასაც წავიყვანოთ. ნუ მაგასაც ეხლა იხდი ალბათ. კი, ერთი წამი და მინუს კიდევ 1,000,000 ჩვენს აგარისზე. მოკლედ, შევთანხმდით. კი ძმაო, აქ დაგხვდება ხვალ ორი ცალი წყალზე დასაჯდომი კუკურუზნიკი და ორი ჩოულებრივი. კაი, და ნუ ჩვენში რჩება ახლა არავინ არ იცის ვინ ყიდულობს, ხო იცი ვაფორმებთ. რა თქმა უნდა. ძალიან კაი, წავედით სიჯი. წავედით ერთი აბა ნახოთ კონსოლი როგორია, ანუ თქვენია სულ. ფენი რა, ჩვენი ყველასი ერთად Black Mamba-სი. დავაწეკით ეგრევე. საჯი ძმა, საჯი, ნუ გეშინია. ამჯერად მაინც ჩავფრინდებით იმედო მოგშვიდობით და აუყონთ ეს 10,000 ლაიქზე, იმიტომ რომ აღსანიშნავი ამბავია, აი ამ ხელა ორგანიზაცია გახდა უკვე Black Mamba და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს. იმედი ამას მაინც ატარებ კარგად, ბოლოფრენდა შენერდად მაინც და მაინც არ იყო, კაი. ბოლოფრენდა ახსოვს ახლა სიჯის, თლად კარგად არა, ახლა დარწმუნებული ვარ, მაგრამ კაი, წამოვედით ესე. მოემზადა ჩემო ბიჭო. სად ვარ მედი? 1, 2 და 3, წავიდა. ეს ის ესე. ოპა, ცოტა ბიჭო, ნისლის გამო ცოტა турბულენტობა. ბიჭო, რა ისახები, ორიჯერ არ მოკლა კაცი. არა, გაჩი, ერთი წამი, всё, ესე ყველაფერი კარგად არის და წავედით ახლა სკაისკენ მოულოდნელად დავადგე და ვნახოთ ერთი რა შვება კონსოლზე. ამდენი ხანი მარტო ტყის კაცად იმედი მოქვს არ გადაიქცა. სკაი ისედაც ტყის კაცი იყო, როგორ მომენათა 1-5 წელი არ მინახავს. კაი, ეს ტანკერები ისე როგორ მაინტერესებს რისია, თო აქ სხვაში, მაგრამ ნუ ჯანდაბას რას დავეძებთ რა, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ კონსოლი. არა და ძმაო, კაი და პატიოსანი ამათ უეჭველი არაფერი არ გადააქვთ. რაღაც ისე საეჭვოდ არის გაჩერებული. ვიყიდით. ჩვენს ეგეთ ტანკერს Black Mamba შეიძენს მაგას. და არ დაგაუწეთ, ჩვენი წამდგენი არის CS:GO Fast, რომლის ლინკი აღწერაში და თუ გავლით რეგისტრაციას და გამოიყენეთ პრომო კოდ AMICOS, უბრალოდ მეიგებთ ერთ უფასო кейს საჩუქრას, სადაც შეიძლება random кейს მეიღებ, სადაც ნებისმიერი ფასის სკინი შეიძლება ამოგივიჯეთ. სად არის ეს კონსოლიტო? ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთამი ვახშენი უფასო სკინი ხარ უნდა აქვინო სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღწერაში მდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომო კოდით AMICOS არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო რომელსაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკ შორია ჯერ შორი არა უშოს დავაწეკით მალე ჩავალ სიჩი და ფრანკლინი ისევ წვები არიან ისეთვის ფრინავით მივინავენ კაი ძმურად გაჩი რა ნუმღერი ხარ ისევ დავფრინავთ ამჯერად არ ჩამოვარდებით ხალხო ვიდეო და ლაიქი აუ რა კაცი ოპა ამის სამხედრო ლაინერს დავეტაკე და ჩვენი კონსოლი წინ არის ბიჭო მაგათ არ მსიავნოს რომ კონსოლთან არის სამხედრო ლაინერი დაყენებული თო და კაი მომემზადე სიჯი აუ და ეწო турბულენტობა ისევ კაი ამჯერად ხა
ჩვენი რა დავეშვებით, მაგრამ ბიჭო აქ რადგანაც მანქანა არ გვიყენია, აეროპორტში არ აყენია, ხო მაინც გავხსნი შას და თუ მანქანა აყენია, ბარემ ჩამოვხდით და მანქანი დავაწვეთ, იმიტომ რომ ეს კონსოლი დაცარიელდა, მას მე რა ჩვენ დავიფყარით და არაფერი არ არის აქ. მაშინ ამ თვითმფრინავით მომიწევს, ახლა პირდაპირ იქით დაგაზვა რა სასახლისკენ. კაი, იქ სადასვავ. კაი ბიჭო, ვიცით არებო მე. არა, არაფერი არ არის, საერთოდ მანქანის მსგავსი. არა, წავედით არაფერი, ხო? არა, ყველაფერი. ვახ! დაიცალა კონსოლი და ჯანდაბას დავხურო ისე შასი და სასახლე არის აქეთ უორჩდები. აუ ხვალინდელი ვიდეოდან რომ დაიწყება თვითმფრინავების იმპორტ-ექსპორტი, აქ ხალხი იმუშავებს, ქარხნებს გავხსნით, დაწერეთ კომენტარებში ისი წარმოება დავიწყოთ, რა ბიზნესები ვაწარმოოთ ამ კონსოლზე და ეს კონსოლი იქნება ჩვენი ტრანზიტი რა. სასახლე არის აი აქ, ხო? კი, გავხსნათ შასი და იმენა ეზოში უნდა დავეშვა. იმენა ეზოში მოიმზადე სიჯი? ტყილად. მოიმზადე. დასოს ამიკო აბა რა სიზავს, აბა რაცა, მაო იმენა ზესკად ჩამოფრინდით. ხوار შეგეშინდა ცოტა. ცოტა ეხა რო გითხრა არა თქო მოგატყუებ, ხო იცი? დავაი, გავაჩერო ჩვენი თვითმფრინავი აქ. სიწყნარია, არ დაცვა არც არაფერი. სიჯი რაღა იყოს. სკაი! აუ ტროპიკული ჰაერი რა მაგარია ჩემი. რა ჯიპია? ამ პრინციპში ამ ჯიპში ჩავშეთ ამ ჯიპით ვიტასაუთ აქ ამ ხელა ტერიტორია. სკაი უეჭოლია კატავს, მედი, სოლო, გოლო, რაც გინდა დაწერეთ კომენტარებში თქვენს ესე კონსოლზე მარტო იქნებოდი თუ არა. აი მთელი კონსოლო თქვენი იყოს და ანუ ყველაფერი აბსოლუტურად მანქანები, რავი, შენობები, ქარხნები, ყველაფერი თქვენი იყოს, იცხოვრობდი თუ არა. ნუ მე მაგათად ვერ ვიცხოვრობდი, ალბათ 1-2 დღე გაასწორებდა, მაგრამ მე ცოტა მომბესდებოდა. დაჯე ბიჭო. დამით და ფეხი მეტი არ ჩამოვარდეთ. ოხ, ჩემი წელი მტკივა ცოტა. ავაი, ჩამოვედით ესე და შევაჭრათ, მოდი პირდაპირ სასახლეში. მე დემოქს აქ არის რა. სკაი! კარი გაგვიღე ბიჭო, კარი. გაიღო რა გინდა? ეს კარი სენსორებზე, კაი დავაყენოთ მაშინ ეს მანქანა ახლა აქ. так მოვძებნოთ ახლა სად შეიძლება იყოს სკაი. სკაი! სადაა ჯანდაბა, სად იქნება ამ ხელა სასახლეში სად ვეძებოთ? აუ ბიჭო, ეს მართლა ჩვენია? მართლა ჩვენია, მართლა, всё, დავცალეთ უკვე 900 მილიონი კი გვაქვს ფული და აი ეგ აუსთან. ვაუ ბიჭო, ცოტა ნერვიულო, რამდენი ხანი არ მინახავს? ჩუჩუ ვერ წამი არ გაიგოს, უეჭველი ვერ გაიგო ახლა, მაგრამ ჩვენი მოსხოთეს მიყავს ამას აქ. გოგოებიტო? იმენა, ჩვენ გონია მარტო კონსოლზე მარტოობით გვდება. ხوار დავდოთ კიდე მარტო, ხა? აუ, ტიპს აქ სავარჯიშო დარბაზი მოუწყია. გოგოები ჩამოუყვანია. დავიდე ძმა უკან, ზედმეტები ვართ მაშინ აქ. რა კაცია ჩემი. ერთი. ოხ, ჩემი მოვტი. 47, 18, 19, 20, 21. გოგოებო, მე ცოტას დაგჭა. ისა სკაი სტუმრები გყავს. სტუმრები კონსოლზე? რა იყო ბიჭო, არ მელოდებოდი, რა ხდება აქ? რა ხდება, გოგოები მიპოვია კონსოლზე? ჩვენ გვიპოვე კონსოლზე? ხო, აღმოგაჩინეთ რომ იხჩობოდით ხოლმე ჩამოვარდნეთ თვითმფრინავით. არა ბატონო, ჩარტერი ჩამოგიყვანა. ჩარტერი ჩამოიყვანე გოგოები კონსოლზე, ბიჭო, მე მგონია მარტო ხარტო. ეს ბიჭი ვინ არის უკან? აი ხარ მოგიკითხო, ბებია ბიჭო. ვეღარ მცნობა რა? ბიჭო, ეგ ხარ აი ბებოს გაზრდილი შვილი ხარ შენ ახლა? ბებია. სიჯი ბიჭო, სიჯი. არ გავგიჟდე ახლა ჩემი. გაგიჟდი და იყავ ეგრე. რა ვახარში ბებო დაკაგულო, აიყო ბიჭო, ესე უნდა ძაკაცის მიტოვება. აუ ბიჭო, ცოტა თავარ, სიჯი, ჩემი რამდენი ხანი არ მინახი ხარ ბიჭო, ვაფშე ხალხი ნახავდი თუ არა? სად იპოვეთ ბიჭო, სად იპოვეთ? ოხ, ჩემი. უკაცრავად რა ხდება? გაბატონებო, ეხა უსπად არ დატოვოთ ჩემი კონსოლი. შენი, აბა მან ჩემია ყველაფერი, აქ მე ვარ ბოსიო. რა უთხარი ბიჭო? ნუ ეხა აკაურობის ბოსი მე ვიყავი და შენ არ იყავ. მაიცა. სიჯიტო. ბიჭო, მე ვარ რა ბოსის ბოსი. ჩაიგდე კონსოლი ხელში. შეხვდნენ ძველი ძმაკაცები იმენა ერთმანეთს. წვობას გაბიცებ. სად იყავი ბიჭო, როგორ გვანერვიულე ყველა, მე კი არა შენ რა გინდა ძმაო, აქ საიდან ჩამოხვედი. როგორ არის ლამარა დეიდა, დეიდა ბიჭო, შენი ბებია არის. ლამარა ბებია უკვე რაღა დროზე დეიდა არის. როგორ არის? კარგად ჩემი, აუ რა გამახარე. მოკლედ გოგოებო, უნდა დავტოვოთ რა. მაიცადი, სად უნდა დავტოვოთ? ისე ძმაო, ხო. მე ხო არ დაგტოვოთ, ისე დავტოვე. დავჭებით ისე, ხო, დავჭებით. ფრანკლინ, შენ ქალაქში წადი, რამე საქმე ექნება. სიჯის დასვენება უნდა ცოტა. მამე ფრანკლინ, წადი შენ მართლა ქალაქში. ცოტა დავისვენებ რაღაც, გავერტობი აგერ კონსოლზე დავტოვები, აუზით რაღაც ისე საქმეები მოაგვარი იქ კი არიან ეხა.
JJ და Big G კი არიან გარდა უჯი და Big G და დაგეხმარებიან რაღაცეებში. ახლა არ გაგიტყდება. მეღადაო ბიჭო დარჩი ხარ დაისვენეთ. რამე არ გააფუჭოთ თავარია. არა ჯემი აუ ჩავა ბიჭოკები ხა იმენა რომ ეს მოწაფიცე იმე აუ ნერვიულდი თოდა. ანუ რჩებით? რჩებით გალბატონებო. აბა დავაი დროებით, აბა თქვენიც ეხლა და ხვალ ჩამოვიყვანა თვითფრინავებს. აი საერთოდ ხოლმე ამბობდი ხარ? კაი რა იყო, ვაფშე არ ჩამოვა, ვაფშე აღარ ჩამოვალ, ერთი კვირა თუ გინდა. არა საქმეს მიხედე კაცო ახლა სახლი ოთახების მეტი რა დავჭები და სასახლე გვაქვს ბოლო-ბოლო. დოულება მოვაწყოთ ისე რა, გეტოს ხალხს დაუძახოთ ისე ეს მოკლედ ჩადე ხა შენ ქალაქში მოაგვარე რა. კაი მოკლედ აღნიშნოთ ხო ეს ჩვენი კუნძულის თემა, წოულება მოვაწყოთ რაღაც ის Black Mamba party რაღაც ყველანაირი რაღაცა გავაკეთოთ რა. დავაი მაშინ აბდროები. დავაი, მიდი არის უხულტოთ. ფრანკლინ, თუიანად. რა კაცია იმენა. აბა გოგოებო ვის რა ქვიათ გამაგებინეთ? ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო. რა კაცები არიან რა. ჭკვიანად ბიჭო. მედი. რა იმენა, რა უყოთ ეს 10,000 ლაიქზე დააჭერეთ დაბლა. წითელ subscribe ღილაკს. CG და Sky. ეხლა JJ თუ Big Jim-დან OG-მ რა დააშავა, მაგრამ ჩამოვლენ ეხლა ეგენის პარტი მოიხოდება და ეგენიც გაერთობიან ცოტას რა, ცოტა უნდა მოდუნდნენ. წმაოთ ორი ამდენი პრობლემები რაღაც ის Black Mamba-ის აღზევების დრო აღარ დადგა უკვე ცოტა ეს როლები ჩავწიოთ და რაღაც განვითარებას მივხედოთ რა. წავედი ეხლა მე ქალაქისკენ. ჩემ Rolls Royce მივხედავ. Sandrex-ა უნდა მივიყვანო კიდე იქ მწვანეებთან და ერთი მაგარი თვითფრენავი უნდა ვიყიდო დღეს რა. წავედით. აქედან შევძლებ ვითომ მეაფრენა, წესით კი უნდა ავფრენე, ბილიკი კი არის. აქ ერთი პატარა ბილიკი უნდა გავაკეთო, ეს პატარა თვითფრენავების, იმიტომ რომ ეს არის ვერტფრენის ახლა. მამედო, ვერტფრენი აქაც მჭირდება უეჭველი ორი ცალი, ერთი აქ რო იყოს, ერთი აეროპორტში, იმიტომ რომ დიდი თვითფრენავით როცა აეროპორტში დავუშვებით, აქამდე მანქანით თუ არ ვიმოძრავოთ, პირდაპირ მოვალთ რა, პატარა ვერტფრენი და კაი, ერთი წამი აქედან ახლა ესე ფრთხილად გავიდე. დღეს ბევრი საქმე მოვილია ისე, ხო იცით თქვენ? და აქ მაქვს ახლა პატარა ასაფრენი ადგილი. წავიდა, მიდი, კაი, კაცი, ეგ არის. არა, ის პატარა თვითფრენავებით აქ ჩვეულებრივად შეგიძლია მოძრაობა, აქაც დაეშვები რა, ტვინი რო არის ბურღო არაფერს, პატარა ბილიკი გვაქვს. დავაწექით ახლა ქალაქისკენ. და რა მაგარია უბრალოდ წარმოვიდგინეთ ამ ხილა კუნძული, რომ ჩვენი საკუთრება აქ არავის აღარ შემოვესწრება, ყველა შემოსვლა იქნება აკრძალული, ვინც აქ შემოვა, ავტომატურად ყველა მტერი იქნება და ვინმე ნაცნობს კიდე თუ მოუნდება აქ ჩამოსვლა, რავი ძმა, უნდა გაგვაგებინოს წინასწარ. მე ცოტა ხანში ამ კუნძულსაც მოვხოდავთ და რავი ტურისტულ თემას გავაკეთებთ, რომ რაღაც ტურიზმიდანაც ცოტა ფული ვიშოვოთ რა. აუ ეხლა ამით სად დავიშვა, მომენტამს აეროპორტში დავაყენებ ეხლა. აი რაღაც აქაც მჭირდება რამე ისეთი ტერიტორია რა, იქ სადმე გადაკარგულისკენ რამე ანგარს ვიყიდე, რომ ეს არ მინდა ეს თვითფრენავები აეროპორტში რო გამოჩნდეს საერთოდ ამათი შესვლა გამოსვლა. ეხლა სადმე აქ მივაყენებ. და მე მოაგვარებ აქ ადმინისტრაციასთან რა. დავაი, დავუეჭყეთ დაშვება. 1, 2 და 3. ეგ არის. ოპა, ძალიან მოგვივიდა. ესეც ესე, ნახე დავა პარკინგი ეგრევე. ო, Sandrex აითახარ. ბატონო ფრანკლინ. რა ბატონო ბიჭო, ფრანკლინით მესაუბრე, სად ხარ? გეტოზე ვარ უკვე გელოდებით რავი დილის მერე რა. კაი, მოვალე ეხლა მე მწვანეებთან ხوار მისულ ხარ. არა. კაი, მოვალე 15 წუთში რა. კარგით, მადლობა გელოდებით. ეს ის არის რა გუშინი, რომ მანქანა რო გამოვართვით ხო იცი წინა ეპიზოდში რა და მეცუდება რა უნდა მოუგო რომ მას ხა მწვანეებთან. ამ -50 ტაქსში რომ მოსულიყავით, რა თქმა უნდა, ჩვენს გარაჟთან პოლიცია იქით კი არის, მაგრამ ეს არ გვიყურებს აქ შევედით და პრინციპში ახლა აქედან გავიდეთ ჩვენ Aston Martin-ი არა, არც ეს Rolls Royce-ით და Rolls Royce მე შავად შევღებავ რა, ეს Rolls Royce მენა ჩემი უნდა იყოს. თან ელექტრო არის მომწონს რა, არ არის მაინც და მაინც გუგუნა და ხო, სხვათა შორის გავიგე რომ ამ CLS-ის პატრონი რეალურად ვინც არის რა, ეს რუსი თუ რავი არ ვიცი სადაური არ მგონი ჩეჩენი იუთუბერი დაუჭერიათ ქრთამის მიცემის გამო. მაგის CLS ახლა აგერაგდია რა. ალბათ იცით ახლა რომ იუთუბერზე ვსაუბრობ. კაი, გამოვედეთ ახლა აქ და დაურეკოთ სანდროს უსტად რა ადგილას არის. ხო, სანდრო, აბა ზუსტად რა ადგილას ახარ? აი გეტოზე სამალყობოს წინ როგორც კი შემოვხვით ამინახავთ რა. უი მე საკავ ვარ ახლა პირდაპირ ერთი წამი. ხედავ. სანდრო დაჯე ბიჭო. ბატონო ფრანკლინ, თქვენ ხართ? დაჯე ბიჭო, დაჯე, რადგინდა იგი არაღი, დაჯექი. ვაუ, შორით არ ვიცოდი გუშინ სხვა მანქანით იყავით. როგორ ბრძანდებით? არ გინდა ბიჭო, ეს თქვენობით ლაპარაკი რა კაცი ხარტო? თქვენაერ ადამიანს ალბათ თქვენობით როგორ არ ველაპარაკო. კაი, ხლა მომისმენე, შენი ხმა არ ამოიღო, არაფერზე არ ინერვიულო, მიუვალე ხლა და მაგათ 2 წუთში მოუგვარებ. არანაირი მილიონერი იქნება მაგათა მისატანი. ეგ ბანდა ცოტა ხანში მე დამექვემდებარება, ამიტომ შეეშვი რა. რას ბრძანებთ? აუ, ნერვებს მიშლის რა, ამის თქვენობით ლაპარაკი, ერთ ამაზე ვთხრა. ბიჭო, საით არის თქვენი უფროსი? ბოსი გასულია, მაგრამ მარჯვენა ხელია ზევით. აი, კაი.
სად არის აბა ერთი მაგის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი? აი ეგერ არის, ეგერ. ვა, ფრენკ. ფრენკ არა ის კიდე, გადმოსან დრეკს. ამას არ უნდა, ბიჭო. რანაირადო, ბიჭო, კითხოს ვერ ხედავ ვისთან ერთად არის. არა ხო ბაზარე არა, მაგრამ იცი ამას რამდენი აქვს ჩვენი ვალე? რაში მართლა წავ მაგ ფულს? რაში და ძმაო? აგრო მოდიხარ და ადრინდავი მაგ მანქანით. დაისადე ბიჭო, დრიფტის გამო 100 მილიონს ართმევდით? ბოლეს მეტი რა აქვს, ბიჭო? და რა მნიშვნელობა აქვს მე რა ფულის მეტი რა აქვს? რა ვისაც ფული ყველა ფული უნდა გამოვართვათ? აუ, რა ხდება აქ? ტოტეი და მისე მოლოტოვის როლა რა დემენცია აქვს და ეჩვენება რომ ომშია და მოლოტოვის რუსები. რა სიძახითო? რა მოლოტოვის გაგიჟდით? დემენცია აქვს, ხა ქალს გეუნები მოვიზევიდან ისმის რა. კაი, გავანებოთ მაგას თავი. სანდრექს ფულის არ არის, ბიჭო. ბიჭო, თქვენ უგაუტიეთ ერთი წამი, რა ფულის არ არის, ვისთან ერთად არის, ჯერ რა ვერ ხედავ, რა ფულს თხოთ ეხლა ამას. კაპიქს არ მოიტანს ეს გაიგეთ? კაპიკი ფული არა მაქვს მაო. რომც გქონდეს არაფერს არ მოიტანთ. სანდრო არის ძალიან მაგარი კაცი გულიანი რაღაცა რა და იცოდეთ. სანდროს თუ თხოვთ ესე იგი მე მთხოვდა ეხლა მე თქვენ ფულს ვერ მომთხოვთ, იმიტომ რომ ცოტა ხანში ხო ის ეხლა მწვანები ჩვენ დაგვექვემდებარებიან, მაინც ერთი ოჯახი ვიქნებით და არ გინდათ ეხლა რა, გეუნებით არ არის აქ მოსათხოვე ეგ ფული. კაი, მაშინ ფრანკლინ რა ვიცი რომ როგორ შენი თქვენ მარა. გითხარით ეხლა რა, რაღამ არა ეხლა რა, რატო თხოვთ ადამიანს ფულს? გაანებეთ რა თავი ხა ადამიანურად მოიქეცით რა. აუ გააჩუმეთ რა, ჩემი ძმა ეს გაიყვანეთ რა. გაგვატაროთ მერე. აუ ხეს გადაეკიდე ეგერ პალმასტო. აუ ჩემი. კაი დოდეიდა რა გჭირსტო. საგიჟეთია. შენ ჩუმად ეხლა ბიჭო, საგიჟეთი კი არ ჩემი ტერიტორია ეს აქ და ჩემი ოჯახის წევრები არიან. მოკლედ მოგვარდით ხო? კაი ძმაო მოგვარდით ფრანკლინ როგორ შენი თქვენ მარა. ბიჭო კიდე მარასამოს გამაგიჟებს всё და დაიხურა ეს მილიონის თემა. მადლობა ბაბიჭო, კარგად იყავი. წამო დაჯექი მოდი მანქანაში კიდე კაჩე მანქანას არ მოარტყა დოდეიდამ თავისი მოლოტოვი. გადმოვა და ისვრის როგორც ან იქიდან რავი რამე უნდა მოუხერხოთ მაგალს ან ჩავაბარო სადმე მომულე დაუნიშნოთ რომ ეს მოლოტოვები არ გააკეთოს თორე რა ვიცი რა გეტოს რა ვიცი ლიდერის დედა წარმოიდგინე ის არის დემენციით აუ არა ძმაო მტრისას ეგეთი მოკლედ სანდრო სადაკტოო შენ არ ვიცი რა ფრანკლინი თი გადაგიხადო რა მადლობა რა მისმინე შენ სამსახური ხო არ გინდა შემთხვევით სამსახური როგორ არ მინდა ნუ სამსახური რა ჩვენთან ოჯახში ყოფნა რა რაღაც საქმეები აქვს კუნძული გვაქვს ჩვენი მისახედია რაღაც ამბები თვითონ ვისტარება იცი ვიცი ძმაო ხო და ძალიან კაი მაშინ ამ დღეებში დაგიკავშირდები და კაი თემაში გაგჭითავ რა არ იქნები ეგრე და პლუს კიდე ხო ისე ვერ მოგეკარებ ხო დაინახე მილიონი გავანულეთ კაი ძმაო მადლობა არაფრის კაი ჩამოგცავ ახლა მე შენ აქ საქმეზე ვარ გასასვლელი და აბა კარგად დაგირეკავ სიგარი ხარ რა ეს სანდროს თემას დაიხურა წავედი ახლა მე ამ როლს როის შევღებავ ჩვენთან ჯერჯერობით სამყარო და რაღაც არ გვაქვს და პირდაპირ ელეს კასტომში მივიყვანე რა დაწერეთ კომენტარებში სანდროს თემაში რამდენად მართლები ვართ შემიძლია 100% იმიტომ რომ პროსტა უსამართლოდ ახილდეთ ის ფულს თო როგორ შეიძლება ახლა ეგეთი რაღაცა არ შეიძლება ვიღაცა ეხა ფულიანი რო დაიჭირო და რომელსაც რაღაცა აქვს მიქარული ხო მაგრამ ეხა ფულიანი რომელსაც არაფერი არ აქვს მიქარული რატომ უნდა წავართო ფულიანი რისთვის რატომ უნდა მოგცეს ეგა რამე დააშავა მაგრამ არ ვიცი ძმაო რა ხო მისა რა ქვია ბიგ ჯი გისმენ ბიჭო ჩამოიყვანეს იმათმა ის თვითფრენავი მაგნეტოზი რა მაგნეტოზი რა მაგნეტოზე ბიჭო მაგნეტო ქვია მაგას მაგას კაი ლიფტი რა ხო სის ლიფტი და სად არიან მოკლედ ას გადაკარგულში დასვეს რა საიდუმლო თემა არისო ჯარისკაცები და ყავს გამოყვანილი რაღაც ავტოცვის თემა სხვაზე ხალხა ნახავ რატო არა რა ვიხარ როლსოის გადავღებავ და ნახავ რა კაი მეტი მაშინ ვეთყვი რომ მოგვადღეს თქო хорошо ავედით შევედით ერთი აქ შეგნით ვა ფრანკლინ ეგ არის შევედით სტაროა როგორ ახარ როგორ მოკლედ ხა მე აქ შეღება მინდა წავა მანქანის ეს რა არის ეს ნაწილები და რაღაცების მოხსნა შეგვიძლია ეს დავწიოთ პრინციპში დაბლა ტრანსმისია ბოლომდე ბრეიკი ბოლომდე ინჯინი ბოლომდე ამასთან ხო ის ახლა უფასოდ გვაქვს ყველაფერი აღარც ველაპარაკები არაფერზე ჩოლორი ფერი შავი მაგარია იყოს მეორე ფერი ეს თეთრი შეგვიძლია იყოს მაგრამ რავი შავში გვინდა ჩვენ ველსი ეს იყო შავი რა თქმა უნდა ინტერიერის ფერი შავი ყველაფერი შავი დიშბორდი ეს არის ესა ეს შეგვიძლია თეთრი გავაკეთოთ მაგრამ არ არის ეს შავი იყოს მაო და შუშები დაუბროთ ბოლომდე ეს ექსტრაში რა გვემატება წინ ნომერი ჩავხსნათ ვაფშე ჩავხსნათ კაცო ნომრები რა შემინდა ნომრებიანი მანქანა ხო იცი არაფერს არ გრთოვ შენ რო არ მითხრა არ ვიცი კარგად ავედი მე შეგარება ეხლა ვერ კითხულობ რა აუ რა კაია ბიჭო ამა შეხედეთ ეს არის დღეიდან ჩვენი პირადი მანქანა რომელიცაც ვიმოძრავებთ ხოლმე ქალაქში და ალბათ ყველას ეცოდება და ყველა მოერიდება ეხლა ამასაც რა დავაი დავაწექით და მეღადაობი ამათმა კიდე სად მომიყვანეს აქ რა არის მარტო რატო არიან თვითფრენავი რატო არ არის ამათთან მეღადაობით აქ რამეს არ მიჩალიჩებდნენ ესენი გამარჯობა თვითფრენავი სად არის ვერტფრენი
ცის ლიფტი. აქ არ არის. მაგრამ დაინტერესებულები ხართ? მიღადაობით ბიჭო. სად არის მეთქი ვერთ მონიტორის მომიყვანით აქ? გააჭირდი, დამშვიდი. ეს საიდანღაც მეცნობადო. მაგრამ ამათ ის საუბარი იქნება მომდენო ვიდეოში, ამიტომ დავალაიქოთ და გამოვიწორთ არხი და დაწერთ კომენტარებში საიდან მეცნობა ეს, იმიტომ რომ იმდენ ვიდეოს ვეღარ ვიმახსოვრე ვიმის ატყოს ანახი. შენ ხო გვიცნობა რა? მიცნობ. ვახ